თინა ხიდაშელი თავდაცვის უწყება, გარემოსაცვა გიგლა აგულაშვილი და სპორტი ტარიელ ხეჩიკაშვილი პრემიერმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დილით დაასახელა. ბოლო 2 დღის განმავლობაში კი პრემიერის და მმართველი გუნდის მთავარი გზავნილი საკადროცრულებებზე საუბრის დროს ვადების დაჩქარება იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე მიმართა გიორგი მარგულაშვილს და პარლამენტს დაეჩქარებინათ მინისტრთა კაბინეტის წევრების დამტკიცება. მიზეზად მთავრობა მოახლოებულ რიგი 3 წიბერდის ღონისძიებებს და საგარეო ვიზიტებს ასახელებდა. გარემოსაცვის მინისტრის თანამდებობაზე მე წარვადგენ ბატონ გიგლა აგულაშვილს, რომელსაც აქვს საპარლამენტო მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება. იმედი მაქვს, რომ ბატონ გიგლას საქმიანობა მინისტრის თანამდებობაზე იქნება ნაყოფიერი და წარმატებული. რაც შეეხება სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს. ბატონი ტარიელი გახლავთ პროფესიით სამართალმცოდნე. დღემდე იყო ერთ-ერთი უმსხვილესი და ძალიან წარმატებული საავტომობილო ჰოლდინგის იბერია ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტი, დამფუძნებელი. იგი არის ძლიერი მენეჯერი და ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის სამთავრობო კომისიის წევრიც და ამავე დროს 7 შვილის მამა. მე მივიღე გადაწყვეტილება კოალიციასთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, რომ მოხდეს კიდევ ერთი ცვლილება მთავრობაში. თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარმოგიდგენთ ქალბატონ თინა ხიდაშელს. ის ევროპის მასშტაბით ნიდერლანდების, გერმანიის, ნორვეგიის, შვედეთის და ალბანეთის შემდეგ იქნება მეხუთე, ხოლო საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი. ბატონ მინდიას მე შევთავაზე გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნება. ბატონი დავით სუჯაშვილი, რომელიც დღემდე იყო ამავდროულად სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი მდივანი, იგი დაუბრუნდება თავის საქმიანობას, ანუ გააგრძელებს მოღვაწეობას დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. და ბოლოს კიდევ ერთხელ მიმართავ თხოვნით ყველას, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადების პროცედურები.